ნიკოლოს სულუკიძის ინტელექტუალური სამშაბათი. ათას 1933 წლის 26 იანვარს მსახიობ ნატა ვაჩნაძის და რეჟისორ ნიკოლო შენგელაის ოჯახში დაიბადა ვაჟი ელდარ შენგელაია. დიახ, ქალბატონებო და ბატონებო, 26 იანვარს ამ არაჩვეულებრივ რეჟისორს, ხელოვანს, მოქალაქეს დაბადებიდან 92 წელი შეუსრულდა, რა თქმა უნდა, ჩვენი რადიოს, ჩვენი გადაცემის სახელით დიდი სიყვარულით პატივისცემით ბატონ ელდარს ულოცავთ ამ თარიღს, უსურვებთ ჯანმრთელობას და კიდევ მრავალ ნაყოფიერ წელს. ჩვენ დღეს ცხადია მთელს გადაცემას დავუთმოთ ბატონ ელდარ შენგელაია, ჩემი სტუმარი გახლავთ, კინომცოდნე კეთევან ტრაბაიძე, კეთევან საღამოშვიდობისა, მადლობა სტუმრობისათვის. მადლობა მოწვევისთვის. მართლაც ფანტასტიკურ ხელოვანზე უნდა ვისაუბრო დღეს და როცა ბატონ ელდარზე ვსაუბრობთ, მე ძალიან მიჭირს ვიყო ობიექტორი, იმიტომ რომ ჩემთვის როგორც რეჟისორით და როგორც პიროვნებას არის სულად გამორჩეული და ფიქრობდი ახლა ის არის ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი თუ ყველაზე საყვარელი ქართველი რეჟისორი და მივხვდი რას იცი რომ არა მარტო ყველაზე საყვარელი ქართველი, არამედ შეიძლება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი რეჟისორია. ჩემი დიდი პატივისცემა ყველა სხვა რეჟისორებს და შესანიშნავ რეჟისორებს, მაგრამ რაღაცა განსაკუთრებული სიყვარული მქონდა ბავშვობიდან ბატონ ელდარის მიმართ და მე მაქვს ბედნიერება წლები ამას ვიცნობ პირადად ვითამაშე კიდეც მასთანაც და რა თქმა უნდა ჩემი დამოკიდებულება შეიცვალა, მაგრამ სანამ გავიცნობდი და ბავშვობიდან როცა უყურავდი მის ფილმს შეგრძნება მქონდა რომ ჩემი ახლობელი ადამიანი იყო. არ ვიცი რაღაცა გამორჩეული ურთიერთობა მაქვს და რაღაცა შინაგანი კავშირი ბატონ ელდართან. როცა ჩვენ ვსაუბრობთ ბატონ ელდარზე, ალბათ ჩვენ შეგვიძლია ზოგადად ქართული კინოს ფენომენზე ვისაუბროთ, ბატონი ელდარი დაწყებული იმ პლიადით, რომელმაც შექმნა ეს კინო. აი დღეს ჩვენ გადაცემას ვუძღვნით შესანიშნავ ელდარ შენგელაიას. და ალბათ გავაგრძელებ შენს აზრს, იმიტომ რომ ალბათ ელდარ შენგელაის ფენომენი როგორც არავინ ისე ადასტურებს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ხელოვნებას ბედნიერება უნდა მოჰქონდეს. ნამდვილად უნდა ხედავდეს, სიღრმისეულად უნდა გრძნობდეს, მაგრამ ამასთანავე ბედნიერება უნდა მოჰქონდეს, იმიტომ რომ კინოც, თეატრიც და ყველაფერი, რაც ადამიანს ემსახურება და მის ჰუმანურ იდეას ემსახურება, თავისთავად უნდა იყოს აი ამ ბედნიერების სამსახურში და რა გზით და როგორ მოხდება ეს უკვე სხვა საკითხია, რა თქმა უნდა და თუ ქართულ კინოს ფენომენი უწოდეს, რა თქმა უნდა ეს 60-იანელთა დამსახურებაა და თავისთავად 60-იანელთა კინო არ იქნება ელდარ შენგელაიას გარეშე, ვერ შედგებოდა. ისევე როგორც ჩვენი კულტურის ძალიან დიდი ნაწილი ვერ შედგებოდა ქართული, იგაური და აი ამ ალეგორიული აზროვნების გარეშე, თავისთავად ქართული კინოს 60-იანი წლებიც და 60-70-იანი წლების სათქმელიც ვერ შედგებოდა, რომ არა ბატონი ელდარის ეს გასაოცარი უნარი, ვიზუალურ ტრანსფორმაციად აქციოს ყველაფერი, რაც ასე ვთქვათ, მის წარმოსახვაში იბადება ერთი, რაც მას სამყაროს აღქმისეულ ერთგვარ საფუძვლად აქცევს ორი და მესამე ის, რაც მას ადამიანებში აინტერესებს და ადამიანებში მას უპირველეს ყოვლისა უყვარს ყველაფერი, თავისი სისუსტით, თავისი სიდიადით, თავისი სიკეთით. ადამიანში მას უყვარს ადამიანი. ადამიანში მას უყვარს ადამიანი, ოღონდ ამის აღმოჩენა და ამის წარმოჩენა ალბათ მართალი თქვი, რამოდენიმე რეჟისორს შეუძლია მსოფლიოში. ფელინი არის ასეთი ფენომენი და ოღონდ უცნაურად ჟღერს შეიძლება, მაგრამ მაინც ვიტყვი, რომ ფელინი თავისი ადრეული თუ გვიანდელი, ცოტა ისეთი ცინიკურ სატირული ნოტებით და მოტივებით საკუთარ შემოქმედებაში კიდევ უფრო მძიმეა, ვიდრე ელდარ შენგელაია თავის სრულიად გენიალურ კინემატოგრაფში და ამაში უცნაური არაფერი არ არის, აქ კარგზე და ცუდზე არ ვსაუბრობთ ჩვენ. საქმე იმაშია, რომ ზოგადად ქართული ხელოვნებაა ასეთი. თავისი ძირით, თავის დამოკიდებულებით, თავის ფილოსოფიით და ვიზუალიზმის იმ ხარისხით, რომელიც ქართულ ადამიანს და არტისტს გააჩნია მეტადრე ხომ, სწორედ ასეთია ქართული კინო თავისი ისტორიიდან მოყოლებული. სწორედ ასეთი ვიზუალიზაციის რაღაცა გასაოცარი სიღრმე ახასიათებდა ნიკოლოს შენგელაიას, მის მამას. ხოდაშორის კეთი ეს კითხვა უნდა დამისვა, მადლობა რომ ახლა თქვენ ახსენეთ. მამა, ძალიან იშვიათად ხდება მსოფლიოში, როცა ესეთი წარმატებული ოჯახიდან, სადაც ყველა ერთსფეროს ემსახურება, ასევე შვილი და ცალმოვლები იყვნენ, რატო იცი რომ ბევრი ხდება რომ აგრძელებენ პროფესიას, მაგრამ რაღაცა რთულია თუ მშობელი ძალიან წარმატებულია, შვილის თილში ექცევა. ეს ის შემთხვევა, დედა, მამა და დედმამიშვილები ყველა თანაბრად ძალიან წარმატებული იყო და უნიკალური ოჯახზე გვაქვს საუბარი, რომლებიც ქართული კინოს რაღაც აი
ბურჯნი არიან. ამ შემთხვევაში ბატონი ელდარი ხო, ბატონი გიორგი შესანიშნავი კინოხელოვანი, ბატონი ნიკოლოზი, ბატონი ნატა საერთოდ მშვენება და ვარსკვლავი და ყველა კუთხით ერთ-ერთი გამორჩეული ქართული კინოსახიობი. მაგრამ ალბათ დამეთანხმები რომ წარმოუდგენელია ამ ერთ ოჯახშიც კი სტილით, ხედვით, დამოკიდებულებით ხელოვნებასთანაც კი ესთეტიკით, რაღაცა შეგრძნებით და მსოფლმხედველობის განსაკუთრებული მახასიათებლებით რომელიმე აი ეს ოჯახის წევრი დააკავშირებს ერთმანეთთან. ეს მარტო შენგელაების ოჯახის კი არა ქართული კულტურის მახასიათებელია. იქნებ ამიტომ ხდება და ეს ყველაფერი ხომ შემდეგ ჩვენ ყოფიერებაზე და ასე შემდეგ ყველაფერზე გადადის რა. იქნებ ამიტომ ხდება რომ ფილოსოფიური საზრისი ჩვენი ბევრად უფრო მრავალფეროვანია, ბევრად უფრო ღრმაა და ბევრად უფრო სიცოცხლის უნარიანია ვიდრე ერთ ყალიბში მოქცეული რაღაცა თუნდაც აი ის დინება რომელიც ხელოვნებას ხანდახან ძალიან საინტერესო მოვლენად აქცევდა მაგრამ არა ქართულ კინოში ქართული კინო საინტერესო და გენიალური იყო თავის სხვადასხვაობით და ეს ერთი ოჯახი სწორედ ამის დასტური გახლავთ ხო გიორგი შენგელაია რომელიც სხვადასხვა ჟანრის და ზოგადად ჟანრის ძიების რეჟისორი გახდა და აი ამ ჟანრის ძიებაში ხანდახან ქართული კინოსთვის სრულიად არაორგანულ მახასიათებელსაც მოძებნიდა ხოლმე ისე რომ ჩავარდნისაც არ ეშინო და სწორედ ამის დასტურია რა თქმა უნდა მისი ღრმად ფილოსოფიური და ესთეტიურად გაწონასწორებული და ძალიან საინტერესო კინემატოგრაფი დაწყებული ფიროსმანიდან დამთავრებული სხვა მისი ნამუშევრებით ერთმანეთსაგან ისე განსხვავდება როგორც ცადა დედამიწა ხშირად მაგრამ ის ასეთია ის თემატურადაც ჟანრობრივადაც ესთეტიკაშიც მაძიებელი გახლდათ ელდარ შენგელაია უბრალოდ მაძიებელი კი არა ადამიანის და ზოგადად მისი შინაგანი მეს აი ამ მრავალფეროვნებაში თავისი საუკეთესო მხრიდან წარმოჩენის ოსტატია ისე რომ მისთვის სისუსტეც სიკეთეა დაუბრუნდები ისე თავდაპირველად აღმოჩენილ ამ სათქმელს თუმცა ყოველთვის ასე არ ყოფილა კახა მაშინ როდესაც ის გიგში სწავლობდა ლეოშა სახაროვთან ერთად და ძალიან საინტერესო მთხრობელია და მერწმუნეთ, როდესაც ის ამის ხასიათზე არის ბატონი ელდარი ერთ-ერთი საუკეთესო მთხრობელია საქართველოში. ეს პირადადაც მაქვს მოსმენილი პირისპირ და შესანიშნავი იუმორით და გადასახადებით. კი და ეს მისი უშუალობა რაღაც იმდენად გადამდებია და იმდენად გასაოცარია რეჟისორისთვის. აბსოლუტურად. რომ გამოარჩევს სწორედ ესეც, ხო, იმიტომ რომ კარგი დრამატურგია, მე ვთვლი რომ ის კარგი დრამატურგია. და ფოტოშორის აქვე მინდა ვთქვა, რა თქმა უნდა, ის დრამატურგები და მწერლები, ვისი ნაწარმოების მიხედვით არის ფილმები გადაღებული, ძალიან დიდები, მაგრამ შეიძლება ბევრმა არ იცის, რომ ბატონი ელდარი ყოველთვის თანაავტორი იყო ამ სცენარის. ყოველთვის. ასე რომ ძალიან დიდი წვლილია ბატონი ელდარისაც ყველა იმ ფილმში. ისე რომ მე და შენ არ დავაკნინოთ ეს დრამატურგები და მწერლები მაინც ვთქვათ, რომ ზუსტად მაინც ვიტყვი და მაინც აღნიშნავ, რომ ელდარ შენგელაია თანაბარწილად დიდი დრამატურგია მათთან ერთად. იმიტომ რომ ვიზუალიზაციის ფენომენი კიდევ სხვა მოვლენაა. აბსოლუტურად. გვინახავს ჩვენ შესაძლებელი ნაწარმოებები, რომელიც საშინლად წარმოდგენილია. თავისთავად დამპირიქით, ამიტომ რეზო გაბრიაძის შერეკილების ლიტერატურული პირველწყარო რომ მე და შენ წაკითხული გვაქვს და ძალზე კარგად ვიცით როგორ აღიქმება და როგორ შეიგრძნობა ის თხრობის ის ქვეტექსტი რომელიც მის ნაწარმოებებს აი ასეთ საოცარ ცოტა ეფემერულ მოვლენად აქცევს მაგრამ კინემატოგრაფიულ ნაწარმოებად ქცევისას კიდევ სხვა რამ სჭირდებოდა ამ ნაწარმოებს გნებავს მინიმალიზმის სხვა ხარისხი გნებავს არტისტთან ურთიერთობის და არტისტის ხასიათში, მის მახასიათებლებში აი მთავარი შტრიხების გამორჩევის ის უნარი, რომელიც მხოლოდ ელდარ შენგელაიას შეიძლება ჰქონდეს და რომელიც ისეთ რაღაცას ხედავს, რისი აღმოჩენაც თავდაპირველად პირველ ეტაპზე და ამას ყველა აღიარებს კახა. წარმოუდგენელია. თითქმის არ შეიძლება მსოფლიოში მოიძებნოს, სულ თითზე ჩამოსათვლელია. რამოდენიმე რეჟისორია, გენიალურები არიან, დიდები არიან, მაგრამ ის ვისაც სინჯებამდე შეუძლია გამოიცნოს ის რაც მას სჭირდება, ხო? ასეთი რეჟისორი თითებზე ჩამოსათვლელია და ბატონი ელდარი ერთ-ერთი მათგანია. რას და როგორ ხედავს, ეს კიდევ სხვა საქმეა, მაგრამ ბოდიში ვიტყვი მაინც იმას, რომ აი გიგში სწავლების პერიოდიდან დაწყებული, დამთავრებული, მოდით შერეკილებზე, ცისფერ მთებამდე შერეკილებზე გავჩერდები, აი იქედან აქამდე საკმაოდ დიდი გზაა. და მისთვის ძიების ეს პროცესი ყველაფერთან იყო დაკავშირებული.
ეს ზოგადად ჩენგელაიებს ახასიათებთ, როგორც ჩანს. ზღაპრიდან დაწყებული დამთავრებული ნეორეალიზმის ესთეტიკასთან, რომელიც ახლა მოგეხსენებათ პირველ ეტაპზე მისი ჩამოსვლისა საქართველოში ძალიან ახლა მოდური თქო არ ვიტყვი, იმიტომ რომ არ იყო ქართული კინო მოდური იმ პერიოდში ნამდვილად, მაგრამ აი ეს ერთგვარად გრძნობათა სიშიშვლე, რომელიც ალეგორიაში ჯერ კიდევ არ გახდათ მოქცეული, ხო? მაშინ მას ამის მიმართ ინტერესი ჰქონდა. ხო, ძალიან საინტერესო რომ გეტია დავუშვათ ახლა რომ ჩავრთოთ ადამიანს, რომელსაც არ იცის ვინ არის ელდარ შენგელაია და არ ვეუბნებით რომ ერთი ავტორის ფილმოჩემი და ჩავრთოთ თეთრი ქარავანი და ჩავრთოთ შერეკილებიან ცისფერმიტები. შეიძლება ვერ დაარწმუნო რომ ერთი და იგივე რეჟისორია. რა თქმა უნდა ვერ იცნობს. მიუხედავად იმისა რომ კიდე ერთხელ ვიმეორებ შესაძლებელია იმ მსახიობთან ნამუშევარში გამოიცნო. იცნო არა, აი გამოიცნო, ხო, რაღაცა ის ოსტატობის ხარისხი და ასე შემდეგ. მე თუ მკითხავთ მაინც იცით აი ნებისმიერ ახალგაზრდა თაობის წარმომადგენელს ვინც არ იცის უბრალოდ ეს რეჟისორი არ იცის იმ მხრივ რომ არ უნახავს მისი ადრეული ნამუშევრები რომ ვაჩვენოთ ეს ფილმი დამერწმუნეთ რომ ნამდვილად ვერ იცნობს მე გეთანხმებით კი რატომ იმიტომ რომ ეს ნეორეალისტური ესთეტიკის ძიების ხანა იყო არა იმიტომ რომ აინტერესებდა ამ ეტაპზე რამდენად შეიძლება გრძნობათა ბუნება გამოცნობადი თუ არა ყოველ შემთხვევაში აი ასახვის მხრივ აი ამდენად ხელშესახები და სისიშვლესთან მიახლოებული იყოს, იმიტომ რომ ნეორეალიზმმა ეს ესთეტიკა დატოვა ქართულ კინოში კი არა, მთელ მსოფლიოში და ძალიან საინტერესოა ეს პროცესი, მაგრამ მისი ძიების გზა ხომ სხვა რამ იყო. აბსოლუტურად სხვა. ისევე როგორც ნებისმიერ ეტაპზე დაწყებული არაჩვეულებრივი გამოფენიდან მივიდეთ კვლავ შერეკილებამდე ნებისმიერ პატარა მოდელში მოქცეული სამყარო მისთვის გახლდათ არა რაღაც ერთი მოვლენა, არამედ სამყაროსეული გამოვლინება. გესმით, მთელი ფილოსოფია და ყველაზე საინტერესო სწორედ ეს არის, რომ შერეკილების ცათმფრენი ზოგად საკაცობრიო იდეაა და არა რომელიმე სისტემასთან დაკავშირებული ასოციაცია მაინცსა და მაინც, იმიტომ რომ მე ძალიან წინს, როდესაც ამბობენ, რომ გასაგებია ეს რაღაც ალეგორია იმისა, რომ ისინი ამს არც ერთ სისტემა, არანაირ სხვა ბორკილზე ლაპარაკი არ არის, გარდა იმისა, რომ მოწყვეტა მიწიერებისაგან კაცობრიობის მარადიული იკაროსისეული კომპლექსი არა, რასაკვირველია მას სურს ეს. რა თქმა უნდა, მას სურს ზეციერთან მიახლოება, რა თქმა უნდა, მას აქვს ეს ილუზია, რომ ეს შეცვლის მასში ადამიანს და მისგან აქცევს სწორედ იმ არსებას, რომელიც სამყაროსეულია და რომელსაც ბევრად უფრო დიდი მისია აქვს. მისგან გავაკეთებ. რა თქმა უნდა, მაგრამ ეს ხომ ძალიან რთულია და ამისთვის ყველაფრისთვის ადეკვატური მოდელის გამოძებნა შეუძლიათ მხოლოდ ერთეულებს, მხოლოდ გენიოსებს. მით უმეტეს კინემატოგრაფში, იქ სადაც მე და თქვენ კავშირი გვაქვს ნებისმიერ ნაწილაკთან და რეალობასთან, იმგვარად რომ აი ამ ოქროს ზღვარზე სიარულისას, როდესაც ჩენგელაია ალეგორიებს ეძებდა, ხო? ერთი ნებისმიერი, როგორ გითხრათ, გადაცდომას არ დავარქმევ მე ამას, მაგრამ არაზომიერი ნაბიჯიც კი საკმარისია იმისთვის, რათა რაღაც ელემენტარული საქმე ბანალური გახდეს. აბსოლუტურად ცალკე ალბათ საუბრის თემაა და ცალკე ემართება ბატონი ელდარის დამოკიდებულება შერჩევა პირველ რიგში მსახიობების. აი ნახეთ, ჩვენ საუბრობთ ადამიანზე, რეჟისორზე, რომლის ფილმებიც ვიცით, გვიყვარს ფრაზებით ვლაპარაკობთ, რაღაც. მაგრამ თუ დავაკვირდებით, რა თქმა უნდა, და ცხადია დრამატურგები და აქ როცა ვლაპარაკობთ მის ფილმებზე, ვაერთიანებ დრამატურგებს და ფანტასტიკურ გეაყანჩელს, რომლის გარეშეც შეუძლებელია და დავად ბატონი ელდარი ამას სულ გაუსვავს ხას, რომ ეს არის ერთად ყველაზე გაკეთებული და კინომუსიკა და ყველაფერი. მაგრამ აი მე მიფიქრე ამაზე როგორც მსახიობს. აი ხა ვინც გვისმენს, თუ დაფიქრდება ამაზე, ძალიან გაუჭირდება მაყურებელს ბატონი ელდარის ფილმებში ნახოს პოპულარული მსახიობები. როგორც წესი. თუ ყავს, ერთი ორის გამონაკლისის შემთხვევაში, იმედა კახიანია და კიდე სხვა რამდენიმე, მაგრამ აგივე დოდო აბაშიძე, რომელიც სახეც ფანტასტიკურ ფილმში გვაქვს, მაგრამ არის პატარა როლი. თავარ როლებზე ყავს ადამიანს აღმოაჩინა მან და ცნობილი რომ დადიოდა პროვინციებში, სხვა თეატრებში და როგორი სახეები შექმნა. როგორი სახეები და ხა მე დეტალებს არ მოყვები ბატონი ელდარისგან მოსმელი და ვიცი, როგორ ძალიან ცნობილი მსახიობები დაიწუნა, შუა გადაღებებიდან მოხსნა, იმიტომ რომ ითვლიდა რომ ის არ არის რასმაც უნდა და მიაგნო ყოველთვის. ეხლა მე რო ფიქრობ, რომ
ბიძია ბაბუოს სხვა როლის შემსრულებელი, მარგარიტაზე სხვა როლი, ეროსის ხმის გარდა სხვა. რაღაცა მერღვევა, ვეღარ წარმოვიდგენ იმ ფილმს. და მისი ეს რაღაცა სათუთი დამოკიდებულება, როგორ ძერწავდნენ ამ როლებს ერთად. აი, ცალკე საოცრებაა და ის ფრაზები და ყველა ხასიათი ცალკე დამოუკიდებელი ისტორიაა. არავის არ შეერა რომ ალბათ შეიძლება ასეთ ჰარმონიას მიაღწიო იმ ჩანაფიქრში, როდესაც და ქართული კინო ამით გამოირჩეოდა, მაგრამ ელდარ შენგელაიამ ეს საერთოდ სხვა საფეხურზე და სხვა ეტაპზე აიყვანა მხატვრული აზროვნებისა, სადაც ჩანაფიქრში რეჟისორს გულისხმობ და რეჟისორის იდეურ ჩანაფიქრში ამდენი ერთმანეთსაგან კონტრასტულად დაშორებული ხასიათია გაერთიანებული. ასეთი სირთულე ახლა აი პარალელებზე მიფიქრია მართალი გითხრათ და რა შეიძლება შევადაროთ არც ერთ ოსტატს სოფლიო კინოს ისტორიაში ძალიან იშვიათად ვისაც შეუძლია ეს ყველაფერი გაამთლიანოს. მე ძალიან მიყვარს სკანდინავიური კინო, მიყვარს ფრანგული კინო, მაგრამ არ არის ეს ასეთი კინემატოგრაფის მახასიათებელი. ქართულ კინოშიც კი იშვიათად მოიძებნება რეჟისორი, რომელსაც შეუძლია ეს კონკრეტული მახასიათებლები აღმოაჩინოს, თქვით, რასაკვირველია, ეს კიდე ცალკე ნიჭია, მაგრამ გაამთლიანო და ერთხატრულ ორგანულ ქსოვილად აქციო, ეს იმას ნიშნავს, რომ შენ მაინც დრამატურგიულ მთლიანობაში ხედავ ამას ყველაფერს. ეს გასაგებია, რომ ანტიკურ დრამატურგიას შეეძლო, გასაგებია, რომ შუა საუკუნეების დრამატურგიას შეეძლო და მე-19 საუკუნის დრამატურგიასაც შეეძლო და მე-20 საუკუნის დასაწყისშიც ავანგარდულ დრამატურგიას შეეძლო, მაგრამ კინორეჟისორისთვის ეს ხომ მსახიობი პროცესია. როგორც ჩანს, მსახიობი მისთვის გახლავთ არა ერთი მოვლენა, არამედ ძალიან ბევრ რეფრენად დაყოფილი რაღაცა სინთეზური მოვლენა, აი როგორც თერაპიის ნაწილშია ხო რაღაც რამოდენიმე დანაყოფისგან ერთი მთლიანის შექმნა, რომლისგანაც მას ამ მთლიანის შექმნა შეუძლია. უბრალოდ არ აქვს იმის ამბიცია და არ ქონდა იმის ამბიცია, რომ ეს წინასწარ განეცხადებინა. კი ბატონო. ესე იგი სულ მესმოდა, რომ მე როგორც გითხარით, როცა ბატონი ელდარი შევიყვარე მისი კინოს გამო და სულ თვლი რომ რაღაც ძალიან ახლობელი იყო და სულ ვიცოდი რომ ბატონი ელდარი იმ რეჟისორთა რიგში, რომელიც დადის, როგორ შეარჩევს სახით, მქონდა მოსმენელი ინტერვიუები, რომელსაც უყვარს თეატრი, დადიოდა დადის თეატრში, რატომ ხა ტენდენცია რომ რაღაც კინო რეჟისორები აღარ აღერებენ თეატრს და მოკლედ მოხდა ისეთ საოცრება, წარმოიდგინეთ, როგორი ისეთი იღბლიანი რეჟისორი მსახიობი ვარო, ჩემი საყვარელი რეჟისორი, რომელიც ნუ თავის ტრაგედიის გამო თამაშ ახალგაზრდა შვილი გარდაიცვალა, მან გაანება კინოს თავი და უცებ დიდი პაუზის შემდგომ გავაკეთე რომ ბატონი ელდარი იღებს ფილმს. და უცებ ბატონი ავტოგოვნება ვარსინაშვილი რომ ელდარი ფილმს იღებს და დადის თეატრში ეძებს მსახიობებს და ჩვენთან უნდა მოვიდესო. ნუ როგორი ბედნიერებაა. და დაემთხვა ჩემი სპექტაკლი და არც მეტი არც ნაკლები სპექტაკლისთან რამდენიმე დღეში მიერეკამა რომ ბატონი ელდარი გიბარებსო და ამიყვანა როლს. აი ეხა ფიქრებს ვერ წარმოვიდგენდი, როდესაც რომ ჩემი საყვარელი რეჟისორის ფილმში მოხვდებოდი თან ისე რომ ნახა და ამიყვანა გასინჯვის გარეშე. აი ეგ დაიწყო ჩემი სრულიად ახალი დამოკიდებულება მასთან როგორც პირადი და მასთან როგორც შემოქმედის. ეს იყო სრულიად ფანტასტიკური პერიოდი გადაღების, მქონდა თბილისში და ბაქოში გადაღებები და უცებ აღმოვაჩინე, ფიქრობდი რომ ეს ესეთი უბრალო, ესეთი უშუალო, ესეთი ის გენიუსი ელდარ შენგელაია, მე ესეთი კომფორტული რეჟისორი კინო გადაღებაზე, რომელიც ზის ეკრანთან და უყურებს, არც ვიცი, რამხელა თავისუფლებას გაძლევს. თუ რაღაცას გირჩევს ნელა მოგრძალებით, ნუ არ ვიცი, ნუ მე ხომ მოვხდი ერთო შექმნეს გენიალური ფილმები. და მაშინაც უყვებოდა, რომ წარმოიდგინეთ, უკვე ასაკში იყო, დაიარა თეატრები, რომ აერჩია მსახიობები. აი ეს რა წარმოუდგენელი ნაბიჯია, კარგი გაგებით და საუკეთესო გაგებით ამ სიტყვისა, იმიტომ რომ მე თქვენ დაგეთანხმებით, იცით და ცოტა შორიდან დავიწყებ. არც ქართული კინო არ იქნებოდა ქართული თეატრი რომ ხო, ნუ შეუძლებელი. მისი ფენომენი ასეთი სავსე არ იქნება, მაგრამ რამდენი რეჟისორია, რომელმაც ეს თავის დროზე გაიაზრა და ძალზე კარგად იცის ამ რესურსის შესახებ. მისთვის პროფესიონალ მსახიობთან მუშაობას არაფერი არ ცვლის. რა თქმა უნდა. დედამიწის სურთლე. რა თქმა უნდა, მასში ნებისმიერი რესურსის მოძიება შეიძლება. დღესაც ეხლა შეიძლება რომ აღმოაჩინოს რაღაც ისეთი, რაც მას ტიპაჟამდე მიიყვანს, მაგრამ ეს ხომ მოაზროვნე რეჟისორია, ეს ხომ ის რეჟისორია, რომელსაც ბერგმანის დარად შეუძლია კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველაფერი რაც თქვენში არსებობს, დაშალოს საფეხურებად
და შემდეგ სწორედ ამ ემოციებიდან სწორედ ის წამოიღოს და ამ ხასიათიდან სწორედ ის წამოიღოს, რაც მას ჭირდება, ნუ ცუდი ნათქვამია, რაც ჭირდება იმ ნამუშევარს, რომელზეც ის ფიქრობს. იქნებ სწორედ ამიტომ არიან ეს პერსონაჟები ასეთი სრულყოფილები. რასაკვირველია და ამ პრაქტიკასაც ხომ არაფერი არ შეცვლის ასეთ რეჟისორებთან მუშაობისა. თუმცა ბატონი ელდარი კიდევ იმით გამოირჩევა, რომ მე არასოდეს არ დამავიწყდება ერთხელ ინტერვიუზე გავხდით მასთან მისული კინოკავშირში და აი, როდესაც ამ გზის შესახებ თხრობა დაიწყო, გიგიდან წამოსვლის, საქართველოში ჩამოსვლის და ასე შემდეგ, ყოველ ეტაპზე ყვებოდა იმას, რა ახასიათებდა გარემოს, რომელიც მას აკრავს გარს. რაშია იცით საქმე? საქმე იმაშია, რომ ის ამას ყველაფერს ერთმთლიანობად აღიქვამს. ისევე როგორც შერეკილების და არაჩვეულებრივი გამოფენის პერსონაჟებისთვის გარემო, რომელიც მათ გარს აკრავთ, ცოცხალი და მოქმედი პერსონაჟია, სწორედ ასეთია ყველაფერი, ის თავის ტრაგედიით, თავის სიხარულით, თავის სიკეთით, რაც ბატონი ელდარის ირგვლივ არსებობს. სწორედ ამიტომ არის მისთვის არტისტი, მსახიობი და ადამიანი უძირო ჭა, რომელშიც თუ გრძნობს, რომ მასში აი ეს სითხე დგას და დუხს, მან ძალიან კარგად იცის, რა შეიძლება და როგორ შეიძლება რომ გახსნას. ნუ თუ ეს ინტუიციასთან არ არის დაკავშირებული, რა თქმა უნდა არის, მათ ასწავლიდნენ არტისტთან მუშაობას, მაგრამ ეს კიდევ რაღაც სხვა ნიჭია, ინტუიტიური, ძალზე საინტერესო, ძალზე როგორ გითხრათ, მოძრავი და დინამიური მუდმივად. აბა, როგორ შეიძლება ახლა ჩვენ არაჩვეულებრივი გამოფენა თავისი ამ ხალასი, ოდნავ გროტესკული, აი, ყველა ჟანრისთვის დამახასიათებელი შემადგენლით და აი ამ პერსონაჟების გასაოცარი ტრანსფორმირების უნარით, რომელიც ხო ერთი მდგომარეობიდან მეორეში, აი, ყველა გრძნობას ერთგვარად ჩაპლინისეული კინოს მსგავსად ყველა გრძნობას ერთად აღძრავს, ხო? შერეკილების ძალზე რომანტიულ, მაგრამ ყველაზე მიწიერ ოცნებასთან მივიდეთ. მიწიერი და ოცნება თითქოს ერთმანეთთან დაუკავშირებელი ცნებებია, მაგრამ შენგელა ეს შემოქმედებაში სწორედ ასეთია მისი ეს სურვილი, რომ მიწიერი და გამოხსენდა მე და ნიკოლოზ ზოლუგიძე ვიყავით ზაფხულში რამდენიმე წლის წინ წნეთში ისვენებდნენ და ავედით ქალბატონელი დაგვთო მისი მეუღლე, რომელიც მინდა მოვიკითხო და მეზოში ვარ და ისა რა ქვია ბატონი ელდარი გამოვიდა მოგეხა და ავედიო ჩაპლინს უყურებ, უნდა შევიდეო. აი, რა, ხო თითქოს ალბათ ნახე რამდენჯერ, ხო? თან უკვე ამაზე რამდენი წლის ასაკში და შევალ ჩაპლინს უყურებ და ბოდიში მოგხდა და გავიდა. ანუ აი, წარმოიდგინეთ იმ ასაკშიც კიდე უყურებს ეძებს და როცა ბატონ ელდონო დაიწყო როგორც გითხარი ფილმების გადაღება, ეს ფილმი მე შენ რამდენიმე ფილმის გადაიღო, მე სულ ვიყავი, ჩართული ვიყავი, ვიცოდი მესმოდა, აი, როგორ არჩევდა სცენარს. რამდენი სცენარი დაიწუნა. აი, აღანიშნავს რამდენიმე ინტერვიუ სულ რო სცენარი როგორ ისმენელი აუცილებლად მან თქვა რომ არ ყოფილიყო გაბრიაძე არ იქნებოდა არჩეულებრივი გამოფენა რომ არ ყოფილიყო დაუშვათ ეზოჭეიშვილი არ იქნებოდა ცისფერი მთები ასევე მასაკ მოყოლილი რომ არ გიაყანჩელი შერეკილები არ იქნებოდა და ჯანაკახი და სხვები როგორ ეძებს და როგორ სუძიების პროცესია და მახსოვს ერთ-ერთ ფილმს რომელსაც იღებდა ერთ-ერთ ბოლო ფილმს მისი პროდიუსერისგან ვიცი რომ ისეთი იდეები მოძისო ხანდახან პირს ვახებთ საიდან მოვიდა როგორ შეუძლოთ საიდან მოვიგონოთ ანუ სულ ეძებს აი ეს არის ადამიანი რომელიც სულ ეძებს ცისფერ მთებში ყველა პერსონაჟის შესახებ წინასწარ იცოდა რა და როგორ სურდა თუმცა ყველა აღნიშნავს რომ მოულოდნელი იყო საბოლოო გადაწყვეტილება ხო არა ძალიან იმიტომ რომ ნუ ეხლა ჩემთვისაც ბევრი რამ წარმოუდგენელი გახდა თავიდან როდესაც გავიგე რომ მაგალითად ჩემი საყვარელი პედაგოგი ათ გარდაცვლილი ოლღა თაბუკაშვილი იქ რაღაც ეპიზოდურ როლში იღებდა მონაწილეობა და ასე შემდეგ უბრალოდ გაუგებარი იყო რა სურდა რა ხო ხდებით შემდეგ ეს ყველაფერი ერთმთლიანობად ხო მიკვრება ისევე როგორც ეს მარადიული კომენდანტის რაღაცა სრულიად უნიკალური პერსონაჟი რომელსაც ვერავინ ვერ წარმოიდგენდა რომ შეიძლება ხო აი ასეთი რამ თავისთავად ხომ რა არის რაღაც რისი მარადიოსობაში გადატანაც იშვიათად ხდება ახერხეს ბატონი კრებითი სახეები როგორ არ არსებობს ალბათ კი ჩვენ ახლა უნდა ცოტა ხნით შევისვენოთ და რამდენიმე წუთში დავბრუნდებით და განმოგზავნოთ საუბარს ბატონ ელდარს სიამოვნებით რა თქმა უნდა